ჩვენ გვჭირდება მუდმივად შემოძახება საკუთარი თავისადმი, რომ არ დავივიწყოთ, სად ვართ, ვიყოთ ერთგულნი უფლისა, რომ ვიყოთ მადლიერნი იმის გამო, რომ სიბნელიდან სინათლეში მოგვიწოდა, რომ ვაცნობიერებდეთ, რომ ვართ სინათლეში და არ მოხდეს ისე ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ის უდიდესი წყალობა, რომელიც ღმერთმა მოიღო, ესე გავატაროთ, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, არაფერი აღარ მოხდება სხვა. არაფერი არ მოხდება. ყველაზე დიდი რამ მოხდა. ღმერთი მოვიდა ადამიანად. შეუძლებელია, უბრალოდ შეუძლებელია, ობიექტურად შეუძლებელია ამაზე დიდი რამ მოხდეს. და ეს დიდი რაღაცა თუ მე გავიგე, შევიმეცნე, მივიღე და შესაბამისი ნაბიჯები გადავდგი, რომ შესაბამისად ვიცხოვრო, მაგრამ მე უკან დავიხიე. აი როგორც პავლე მოციქული ამბობს, უკუქცევა ჩვენი საქმე არ არის. თუ უკან დავიხიე, აღარაფერი აღარ არსებობს უფრო დიდი, რომელიც მე კვლავ წინ გადამადგმენებს ნაბიჯს. იმიტომ რომ ყველაზე დიდია მომხდარი. და მე იმიტომ ამბობს მე იგივე პავლე მოციქული, რომ აღარაფერი აღარ არჩებაო და მე ამბობს, მსხვერპლი აღარ არჩება. გაღებულია უდიდესი მსხვერპლი, ღმერთი მოკვდა შენთვის. აბა რა აღარჩება პავლე მოციქული კითხულობს იმათვის, ვინც უკან იქცევა. მხოლოდ საზარელი რამ მოლოდინი, ესეც სიტყვები წერია. საზარელი მოლოდინი. ღმერთმა დაგვიფაროს. იმიტომ რომ ვერსად ვერ გავექცევით ჩვენს ყოფიერებას, ჩვენს უკვდავებას ვერსად ვერ გავექცევით. ამიტომ ჩვენი ორი გზაა მარტო. ან უკვდავებაში მყოფობა სიცოცხლის გარეშე, რაც არის ჯოჯოხეთი, ან ქრისტესთან მყოფობა. სხვა მესამე გზა არ არსებობს. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ეს დიდებულება ავირჩიოთ, გონება მიუწვდომელი დიდებულება ავირჩიოთ, რასაც ღმერთთან მყოფობა ქვია, ღმერთიშვილობა ქვია. მოგვეცა ამის შესაძლებლობა, შეეხო ჩვენს გულს ღმერთი, მოგვიყვანა აქ, ამიტომ ძალიან მტკიცედ ხელი ჩავჭიდოთ ხელი და არც ერთი ნაბიჯი უკან არ გადავდგათ. მე მესმის, რომ ეს ძალიან რთულია, ადამიანის ცხონების გზაზე ბევრჯერ ეცემა, მაგრამ ეს შემართება შინაგანი და უნდა გქონდეს აუცილებლად, იმიტომ რომ დრო ძალიან ცოტა გვაქვს. ღმერთი შეგვეწიოს და მოგცეს ძალა, რომ მადლიერებით, გულმხურვალებით, სულის დუღარებით და სიხარულით ვიცხოვროთ, იმიტომ რომ ქრისტესნი ვართ. ამინ.